რუსთავის საქალაქო სასამართლოში სულ რამდენიმე წუთის წინ გადმოიყვანეს ქალი, რომელსაც სახელმწიფო ბრალდება 7 წლის შვილის მკვლელობას ედავება დროებითი მოთავსების იზოლატორიდან. ის ახლა სწორედ საქალაქო სასამართლოში ელოდება პროცესის ჩანიშვნას. სულ ცოტა ხანში უკვე გაიხსნება სხდომა და სწორედ ამის შემდგომ გახდება ცნობილი დაარღვევს თუ არა დუმილს მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებული ქალი სხდომათა დარბაზში, რადგან უფლებადამცველი ამბობს, რომ ის რამდენიმე საათის განმავლობაში ხვდებოდა დაკავებულ ქალს, თუმცა უფლებადამცველთან მას დუმილი არ დაუღვევია. შესაბამისად ის კითხვის ნიშნები, რომლებიც ამ სისხლის სამართლის საქმეზე არსებობდა და მხარეებს ჰქონდათ, ამ დრომდე პასუხგაუცემელია. რა თქმა უნდა, დაკავებულ დედას, რომელსაც სახელმწიფო ბრალდება 7 წლის შვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და მკვლელობას ედავება, ექნება შესაძლებლობა იმისა, რომ დღეს თავი იმართოს საბრალდებო სკამიდან, თუმცა უცნობია ისარგებლებს თუ არა თავად დაკავებული ქალი ამ უფლებით. წუთი-წუთზე დაიწყება რუსთავის საქალაქო სასამართლოში პროცესი და სწორედ ამის შემდგომ გვეცოდინება ჩვენ რა მტკიცებულებები აქვს ბრალდების მხარეს და რა სიტყვის თავად დაკავებული ქალი, რომელსაც ხელბორტილების საგამოძიებო უწყების თანამშრომლებმა ცხელკვალზე შვილის მკვლელობიდან რამდენიმე საათში დაადეს. საქმის მასალებსაც გავეცანი სრულად და აღნიშნულ საქმის მასალებში არ იკვეთება არანაირი დასაცავი პირის ბრალეულობა. ყოველ შემთხვევაში ახლა გამოძიება მიმდინარეობს და რა თქმა უნდა დაავალოდოთ თუ მოიპოვებენ დამატებით აი მტკიცებულებებს, თუმცა აქვე აღნიშნავ იმასაც, რომ არც ერთი მოპოვებული მტკიცებულება აი ამ ეტაპზე სანამ უშუალოდ სასამართლოში არ იქნება გამოკვლეული, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში უდანაშაულოდ ითვლება ადამიანი და სანამ უშუალოდ სასამართლო მიიღებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას. შესაბამისად, ამ ეტაპზე ახლა მეტის თქმა არ შემიძლია. რა თქმა უნდა, ჩვენც დაცვის მხარე შევეცდებით კიდევ ასევე რომ აქტიურად მოვიპოვოთ მტკიცებულებები და რაც შეეხება იმას, რომ გარკვეული ცნობები არსებობს, იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, თუმცა ეს ყველაფერი რა თქმა უნდა დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა და გაირკვევა საბოლოოდ უკვე ექსპერტიზის დასკვნის შემდგომ. თქვენ ამბობთ, რომ ვერ დადასტურდება მისი მხრიდან ჩადენილი დანაშაულები. შეიძლება რომ სხვა ოჯახის წევრებმა ჩაიდინა ეს დანაშაულები? არა, ვერ გეტყვით უშუალოდ. ნახეთ, ამ ეტაპზე კვლევა მიმდინარეობს. დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ედება მას ბრალი. შესაბამისად, თუ კი რამე მტკიცებულებას მოიპოვეს ბრალდების მხარე, უნდა დაავალოდოთ ამასთან დაკავშირებით. მთავარი საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გამოძიება მომხდარ ფაქტზე 109 მუხლით არის დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში გულისხმობს. იმ შემთხვევაში თუ დაკავებულ ქალს ბრალდება დაუდასტურდება, მათ 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. ამ განცხადებაში ასევე ვკითხულობთ იმას, რომ დაწყებულია სამედიცინო ექსპერტიზა, სწორედ სამედიცინო ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა და სწორედ ამ დოკუმენტების შემდგომ გახდება ცნობილი, სად მოიხდის მსჯავრს დაკავებული დედა პენიტენციურ დაწესებულებაში თუ სამედიცინო ცენტრში, სადაც ის რამდენიმე წლის განმავლობაში მოთავსდება. სულ ცოტა ხანში დაიწყება პროცესი და უფრო მეტ დეტალს თუ რა სიტყვის დაკავებული ქალი და რა მტკიცებულებები ექნებათ მხარეებს ჩვენს ცენტრალურ გამოშვებაში მოუყვებით. მამურებელს.